ისმის? დიახ, მეუფე იაკობ, გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. გისმენთ, მეუფე იაკობ, ეთერში ხართ, გისმენთ. მოგესალმებით ყველას. დაგვიანებით ისმის. ესე იგი, რა მინდოდა მე თქვა, იაკობაშვილი არ ვარ და იაკობიშვილი ვარ. ერთ რამეზე მინდა გესაუბროთ. დიახ, გისმენთ, მეუფე იაკობ, თქვენ. ტელევიზორს უყურებ და გვიან მოდის ხმა. თქვენ ისაუბრეთ და ტელევიზორს შეგიძლიათ არ მიგცეთ ყურადღება, ჩვენ გისმენთ პირდაპირ. ესე იგი, რისი თქმა მინდოდა, ბატონი გიორგი ნამდვილად არის ჩვენი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მაგრამ მინდა ერთი რამე გასწნობოთ. მაგრამ მინდა აგიხსნათ, რომ ის არის დე იურე თავმჯდომარე. მას უნდა ყავდეს ორი წევრი უნდა ყავდეს და დღესდღეობით არც ერთი არ დამინიშნავს მე მისთვის ის ორი წევრი. ასე რომ ფაქტიურად ხო უნივერსიტეტს არ წარმოადგენს. არაფერი არის ის. ფაქტიურად წარმოადგენს საქართველოს ჩვენი საპატრიარქოს სემინარია აკადემიას, იმიტომ რომ იქ არის პროფესორი და იქ არის საეკლესიო სამართლის დოქტორანტურის მიმართულების ხელმძღვანელი. ამიტომ ჩემთვის სასიხარულოა რომ უნივერსიტეტს ასახელებს და არა იმ დაწესებულებას, სადაც თავიდან ბოლომდე ჩართულია პროცესებში. მეუფე იაკობ, თქვენი აზრი იქნებ გაგვიზიაროთ იმ თემასთან დაკავშირებით. შესავალი მინდოდა გამეკეთებინა ყველაფერზე გეტყვით რა, მე ვუყურებ დღეს. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მეუფე ხვალინდელი ეთერი სატელეფონო ჩართვის ნაცვლად ჩვენ ვისაუბროთ ამ და სხვა თემებზე. დღესვე გესაუბრებით, იმიტომ რომ ჩემთვის ამაძრდენია უკვე რაც ხდება საერთოდ რა, ამაძრდენია უკვე. რამოდენიმე წელია ჩემს მიმართ მიმდინარეობს ცილისწამებული ჩვეულებრივი კამპანია. დღეს აი ახსენა იმანა, ერთი ჭაბუკი ყავდათ, თქვენ ყავდათ გონის ჭაბუკი იმაზე გამოყვანილი, ზვიად კუპრავა. ჩემზე ბრძანა რომ ხედრიონში ვიყავი თურმე ნანა კაკაბაძეს და ერთი. მე ვადასტურებ რომ ხედრიონში არასდროს არ ყოფილ ვარ და არც ლანჩაბას მოადგილე არ ყოფილ ვარ. ერთი რამეა, სახელმწიფო თუ ვერ გამოიძიებს იმას, რაც ხდებოდა პატრიარქის მისამართით, იძულებული გავხდები მე ჩემი რესურსებით ჩავერთო და აბსოლუტურად ყველას ვაქვევინე ვირას აპირებდა, ვირას აკეთებდა. ეს იქნება სოსო ოხანაშვილი, ტარასი შავშიშვილი, ციხეზე არ მიმიწვევა მე ხარ რომ გიორგი მამალაძეს ვაქვევინო ის, რასაც აპირებდნენ. მეუფე იაკობ, ჩვენ გთავაზობთ ღია ეთერს ხვალ პირდაპირ ეთერში 13 საათიან გამოშვებაში, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ. გამო არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვიღაცა ელისო კილაძე, რუსეთის აგენტი, ხო? და მიშა რომელსაც $8,000 უხდის. ალო. მიშა რომელსაც $8,000 უხდის ყოველთვიურად, ხო? ის შემზე ლაპარაკობდეს და ეკლესიას იცავდეს, ხო? ვიღაცები რა, ესენი ხო? მე ხან ნაციონალური უშუალოდ ელისოზე ვლაპარაკობ რა, ელისოზე რა. ჩემზე რო ლაპარაკობს, როგორ უბრუნდება ენა პირში რა, მაგას. მალკოლელებს რატო იცავენ?
აი მამალაძეს რატო იცავენ? რომელი აუდიტი ყავდა ჩემოყვანილი საპატრიარქოში? ერთი იმან თქვა ის რომ იყო მეუფე პეტრეს ის რომ იყო, რა ქვია რა, მაბეზღარა ადამიანი, რა ქვია, მისიკოისა, რა ქვია, რამიშვილი. იმას არ ავიწყდება რომ ისევე იყო შეგზავნილი გირგულიანის იმაზე საქმეზე და ისეთივე ის იყო პროვოკატორი, ისეთივე ის იყო რომ მიეტანა იმასთან ახალაიებთან ის. სოსო ხანაშვილი იყო ახალაიას მრჩეველი, თუ თანაშემწე დაარკვიონ ხელფასი იღებდა სამსახურში და შეხედონ მე რომელი მეუფეები იცავენ იმას და ახალაიებთან რა შეხება აქვს იმ თემას და როდესაც თავიდან დიახ მეუფე, დიახ, გისმენთ. როდესაც თავიდან იმის თემა იყო, რა ქვია, ციანის თემა იყო. თუ გახსოვთ მაგი, პირველად ვინ დაიცვა მამალაძე? ეს იყო რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონი არის ასეთი მიტროპოლიტი, იმის მოადგილე ბალაშოვი, დეკანოზი ბალაშოვი. მაგას აყვა მეუფე პეტრე არის მის მაგას აყვა მეუფე პეტრე, მეუფე იაკობ, ისმის თქვენი საუბარი, შეგიძლიათ არ შეჩერდეთ პირდაპირ საუბროთ. არ მესმის, მე იგივე არ მესმის ტელევიზორს. ხოლო თქვენი საუბარი ისმის, შეგიძლიათ ტელევიზორს ყურადღება არ მიაქციოთ და პირდაპირ ისაუბროთ, სრულიად გადადის პირდაპირ ეთერში. ესე იგი, ეს იყო ბალაშოვი, მერე იყო მეუფე პეტრე, მერე იყო ფანცულაია და ისა რამიშვილი და მე ვფიქრობ სპეციალურად ყავთ მიჩენილები მაგენი. სპეციალურად მიუჩინეს მამა გიორგის მაგენი. მამა გიორგისთვის. რა მიზნით მეუფე? რა მიზნით რომ გამოიტანონ იქიდან ამბავი და იქით ანუგეშო რომ ფირი არ დაღონ და არ თქვან არც ერთ იმაზე იერარქზე. მაღალსასულე იერარქებს გულისხმობთ? აბა იერარქია. რა თქმა უნდა მაღალი. შეგიძლიათ დააზუსტოთ მეუფე. თქვენ დაინახავდით ამ ბოლო პერიოდში ვინ ამართებს მამა გიორგის რა, ვის არ ჭერავს რომ მას შეიძლება რამე ჩაედინა. მამა გიორგიზე, ჩემზე მეუფე პეტრეს იმდენი ცუდი აქვს ნალაპარაკები. როცა უთხარი, რატო უჯერებ მაგასო, რატო უჯერებ მასეთ კაც მაგასო, ხო? დიახ მეუფე, გისმენ, დიახ, ისმის თქვენი ხმა უწყვეტად. ასე მითხრა რომ მე მაინც ვჯერავ სახელმწიფომ ჩაუდო ისისო, ციანიდიო რა. ამდენი ხანი, ერთ რამეს ვამბობ, ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი პატრიარქის სიყვარულის გამო და ხმას არ ვიღებდი. დღეიდან აღარავის აღარ შევარჩენ მაგათ რასაც აკეთებენ რა რუსთავი 2-დან რომელი ნორმალური კაცი მით უმეტეს სასულიერო პირი რუსთავი 2-დან ვინ დაელაპარაკება ქართულ ხალხს დიახ მეუფე გისმენთ
სადაც არიან იმათი უბროსები გაუშვებ ყველას იქ ღვთისმშეწევნით მაგრამ იცოდნენ არ დაუთმობ არავის არაფერს ვინც არ უნდა მწყოს არავის არაფერს არ დაუთმობ მეუფე იაკობ თქვენ ახლა ძალიან ბევრი მაყურებელი გისმენთ იმიტომ რომ თქვენი პირველი კომენტარია ეს ამ თემაზე და იქნებ იმიტომ რომ ამაყრდენია ვიღაცები რა ელისო კილაძე ეკლესიაზე ლაპარაკობს რა ქალი აგენტი რუსების აგენტი ქალი აგენტი მიშა სააკაშვილი რომლისგანაც $8,000 იღებს ყოველწლიურად თუ არა მიჩივლოს სასამართლოში ქალბატონი ალისო არ ყავს ჩვენ ხაზზე ამიტომ ის პასუხს ვერ გასცემ ნუ ყავს ეხლა მე მაგასთან პოლემიკას კი არ ვაფიქრებ ელისოსთან სალაპარაკო რამებს რა ელისო ელაპარაკოს მიშიკო სააკაშვილს და მიშა რამიშვილს და მე უკვე პეტრეს ჩემთან რა უნდა ილაპარაკოს ერთი რამე მინდა გითხრათ რა მთლიანად მედიას შეუძლია ბატონ ანდრიაძეს გამოვიდეს დე-ფაქტო და დე-იურე სემინარის სახელით მამა გიორგის ვიადაძის სახელით შეუძლია გამოვიდეს უნივერსიტეტს თავი გაანებოს და მარტო დე-იურია დე-ფაქტო არ არის აქ ოთახიც არ აქვს აქ და მე ის ამჯერავს რომ ტერორისტებზე ეხლა ოხანაშვილს რო ცოდონ და მაშინვე შეჭამდა მაგას ეს მე ვფიქრობ ტყუილია გიორგი დიდი ხანია ლაზეთის პროექტში მონაწილეობს მე ვადასტურებ მაგას და დაფინანსებასაც იღებს ლაზეთის პროექტში აი ვადასტურებ მაგას და ბევრ დაფინანსებას იღებს რაღაც მომესმა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, ბევრ კარგ დაფინანსება ლაზეთის პროექტი ფინანსირდება და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა. მაგის მასია რა ეხლა ვერ მოვიტყუები მაგას. ვეთანხმები, მეუფემ რაც თქვა ერთი. აი ნახევარზე მეც თითქმის ყველაფერს რა თქმა უნდა ვეთანხმობ. იგივეს ვლაპარაკობ ხოლმე ხა მეც. ერთი რამე იყო ცოტა განსხვავება რომ ეხა მე არ მიყვარს ანდრიას სარიას გვერდზე ვერ ვიცხოვრებდი ეს იყო ჩემი ყველას პირადი საკანაჩის ყველაფერს. ანდრიას სარია აღარ არის ჩვენთან შეჩერებული აქვს სტატუსი შეჩერებული აქვს იცოდეთ. ანდრიას სარია შეჩერებული აქვს სტატუსი. პირველად გავიგე ძალიან შეჩერებული აქვს. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ, ამ ცილის ამებებს ყველამ უნდა გაუძლოს, რას ვიზავთ, უნდა გაუძლოთ. კარგად ზამდებოდეთ ყველანი. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ თავაზობთ მეუფე ჩვენ ღია ეთერს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ამ საკითხებზე, ზოგადად ეკლესიას და საზოგადოებას. ამას ვიტყვი და ალბათ ვიტყვი, საბუთებსაც დავდებ და შემიძლია ვიდეო და ის მასალას დავდო, მათ ყველაფერზე